ისი ბოდიში რო ვერ გწერთ იმდენი შეტყობინება, იმდენი თბილი ლოცვა ღმერთო ჩემო, ისეთი თბილი შეტყობინებები შემოდის თქვენმა ლოცვამ გადამიჩინა დედა ჩემი, ზუსტად ვიცი, გაუკეთდა გუშინ ოპერაცია. დე, როგორ ხარ? შენ ხარ? მე კარგად, შენ როგორ ხარ? ღმერთმა კარგად მედნათ სიმხელა და ბედნიერება გქონდეს. მადლობა, დე, მადლობა. გეუბნები ღმერთმა ბეზენები სიხარული მქონდეს. კარგი ხორი ხოჩავს ხორეს და ბედნიერი ყავი. უღრმესი მადლობა. მადლობა დე ყველაფრისა. არა, მე აქ ვიქნები, აქ ხაცას. კარგი, შე როგორც გინდა, დე? ხო, იმიტომ რომ დირექტორმა თქვა. კარგი, დე. სესი ქონდა დედას. ერთი თვის უკან. 18 დღეა აქ ვარ საავადმყოფოში. ერთი თვისა და 18 დღის უკან დედას გაუკეთდა მენჯბარძაყის ოპერაცია. ანუ ერთხელ 2 წლის უკან გაუკეთდა, მარცხენა ფეხზე უბრალოდ იდგა და ეს მუტყდა და დაეცა. მეორეჯერ ოპერაციამ საოცრად ჩაიარა, მალევე გამოკეთდა, დადიოდა როგორც იცით. შემდეგ აი ის რო იყო პოლიციას მდგმური რომ ყავდა მოკლედ ფსიქოპატი სამთხეში რო გაუშვი სახლიდან, პოლიციას რო უკავშირდებოდი სალონიდან რო მოსულიყო რომ გაყვანა მოხდარიყო ამ ფსიქოპატი ადამიანის უმეითის მაგ დროს აი სალონში დედაჩემმა ფეხი წამოკრა მე რო ხაზე ვიყავ პოლიციამ ყავდა ხაზე ეს სალონში მომუშავე გოგონა მასაუბრებდა ეს არის თავისი ტელეფონი დამარეკინა და ასე შემდეგ მოკლედ ხაზე მყავდა პოლიციის თანამშრომელი და ესე იქვე იყო დედა, თუმცა ხა ფეხი წამოკრა ხალიჩას, დაეცა სალონში და ახლა მამაოს მივწერე, რომ ლოცვებში მოიხსენი მამა თომას, რომ ლოცვებში მოიხსენეთ დედაჩემი და კიო მადლობელი ვარ მამაოსი და ყველასი, რომ შეაგროვეს დედისთვის ფული. ხედი. ეს კი -50 ვარაუდობენ კანადაში უცივესი სამთარია, ნუ ეს ხო არ არის დამთხევ რაღაცა ხდებოდა ამ დროს საავადმყოფოში არის როგორ ვატარებდი გარეთ ხო დედას მრამინას წყალობით გოგო ქართველებმა შეკრიბეს ფული რომ დედაჩემი ასე სიცივეში არ ვატარო ფეხით, იმიტომ რომ თოვლის ზენახეთ ხედავთ რომ გზა გაწმენდილი არ არის, ანუ ძირთად მანქანის სავალი ნაწილი იწმინდება ხოლმე ფეხით მოსიარულეთათვის არა, ამიტომ სულ ინვალიდის სავარძელ დედაჩემი დამყავდა ხოლმე აი მანქანები სადაც დადიან იქ და მოკლედ რამ დასკოჩილი და რამინამ რო დაინახა ეს ყველაფერი შეაგროვეს ფული რომ რაღაც ელემენტარული მანქანა მეყიდა $3,500-დან $5,000 ფარგლებში მაქსიმუმი არის ეს რა თავისი საბურავებით მოკლედ სამთრის საბურავებით თუმცა სამწუხაროდ ჯერჯერობით ვერაფერს ვერ ვნახულობთ, მაგრამ როგორც ღმერთს უნდა ისე არის და იქნება ყველაფერი და ძალიან მადლიერი ვარ მამა თომასი, რამინასი ყველასი, ვინც დედის დასახმარებლად რო ესე არ გავყინო ქუჩაში, ანუ ოდნავ კომფორტი რო შეუქმნათ დედაჩემს, ასე რო გვეხმარებით. უღრმესი მადლობა ყველაფრისათვის და მადლობა ღმერთს, რომ აი ეხლა არის დედაჩემი საავადმყოფოში და რატო როგორ ვატარებდი, აი სად ვატარებდი. -21 არის დღეს ხვალ და მოკლედ -50-მდე ეცემა და გამოცხადებული არის რომ კანადა მსოფლიოში აი ამ პერიოდში ყველაზე ცივი ადგილი გახდებაო. და მადლობა რომ ეს სითბოში არის და სკოლაც გაუქმდა და არ მიწევს დედაჩემთან ვარ დანიელი ყავს დედა საოცარ ადამიანს მარის 2 ქალიშვილი ყავს ოჯახით არის და მასთან ერთად არის ამეცადინებს ნუ საოცარი გოგო არის ძალიან მადლიერი ვარ მათ სულ ქართულ ცეკვაზე დაყავს ხოლმე მას ასე გვეხმარება მანქანით და აი ახლა აი ესე გუშინ აქაც იყო მოსული ღმერთმა გაახაროს უღრმესი მადლობა მას გვერდში დგომისათვის ელზას ბუბუჩა ყავს დედაჩემის ძაღლი
ასეინებს აი წარმოგიდგენ ამ სიცივეშიც კი და ესე გვეხმარებიან ადამიანები ქართველები მადლიერი ვარ ყველას როგორ შეუძლია ისე გვეხმარება მადლიერი ვარ თქვენ და მოკლედ გუშინ გავუკეთდა დედას ოპერაცია ხო და რას ვამბობდი მოიტახა ეს ფეხი და გავუკეთდა მე მარჯვენა ფეხზე უკვე მე ბარძაყის ოპერაცია ჩაიდგა იმპლანტი შემდეგ ბაქტერია როგორ შევიდა არავინ არ იცის შეიძლება თვითონ 18 დღის და 1 თვის უკან თვის და 18 დღის უკან თვითონ როდესაც სამწყობში იყო იქ მოხდა იცით რა ერთხელ მოვდიო დანიელ მივიყვანე სკოლაში და რომ მოვდიო დედაჩემ თუმას მოიხსნა ეს შეხვეული ხო ქონდა და მოიხსნა სულ და ესე მე დავუძახი აქთან მეთქი მოხსნილი აქვს მეთქი ნაკერები ხო არ ქონდა მოშუშებული და შეიძლება იმ დროსაც მოკლედ არავინ არ იცის რა ეს ქვევით კანიდან ჩავიდა თუ თვითონ იქ დაიწყო პროცესი ძვლიდან ამოვიდა ზედაპირზე ანუ არავინ არ იცის ნუ ექიმა არ ვიცითო ეს ფაქტი არის როგორ მოხდაო შეიძლება მე სისხლიდან მოკლედ ბევრი მიზეზი დასახელდა არავინ არ იცის ეს დაჩერქება რატო დაიწყო შეიძლება სხეულმა ვერ მიიღო ნური სახსარი არ ვიცით არაფერი არც თავარია რომ წარმოედგინეთ 3 ოპერაცია და 2 ოპერაცია დედაჩემა გაიკეთა თვესა და 18 დღეში 18 დღე არის რაც სამწყობოში ვარ 1 თვის უკან გაიკეთა ოპერაცია და იცით რა მითხრა ექიმმა რომ ერთ ოპერაციას ვერ იტანენ ვერ უცლებენ დემენცია მქონე ადამიანებიო და დედა თქვენო 3 ოპერაცია სიგრილი მოგეპლას ჩემი ძმებს ხარში არ მიდახერებენ და ხარ ძალიან აგრესიული არ ძალიან მშვიდ ფოთვარი რო ვეუბნები ხოლმე ეხლა მორფზე არ მოკლედ რა წამებს არ დავასახელე ახლა ცოტა დაწყნარდა მაგრამ სულ რაც აქ ვარ სულ აგრესიული შოშფოთვარი არის და რო ვეკითხები რატომ მეთქი მეუბნებიან რომ ძალიან ძლიერი ორგანიზმი აქვს ვერ ერევა უწამალიო ეს რაღაც არ მინახავს ესე იგი როგორ მოხდა იცით თავიდან ბოლომდე რო დაეცინებინათ არ უნდათ და გაუკეთეს აი ნაწილობრივ მოკლედად აი ფხიზლად რო ყოფილიყო და თურმე გახგრძელდა ოპერაცია და რატო სულ გცემაო ყველა ეს კი ყველას ურტყავდა თურმე და ვერ შეძლეს ოპერაციის გაკეთება ამიტომ ბოლომდე დააძინეს მე გამოვდიოდა ნარკოსიდან კიდე მე გამაყუჩებლები ყველაფერს უკეთებდნენ რომ მოკლედ ისევ დაეძინა და ასე შემდეგსაც ვერ დააძინეს და ამიტომ ყველა აგრესიული იყო მოკლედ აი ხლით ნახეთ იცით რა წამლები აქვს გაკეთებული უძლიერესი და მაინც ვერ ისვენებს რო ეძინოს სულ რო ეძინოს მაგრამ და რატო არ მოქმედებს ეს წამლები თქო ვეკითხები და ძლიერი ორგანიზმი აქვს ვერ ერევა ვერანაირი წამალიო ეს რაღაც არ გამო პირველად გავიგე სხვადასხვა ყველაფერი პირველად ეს 80 წლის ასაკში ამდენი ოპერაცია გადაეტანა ეს არის საოცრება მე ვამბობ რომ დედაჩემი საოცრებად გინესის რეკორდსმენი უნდა იყოს მეთქი ისე ნერვიულობდი მეთქი როგორ გადაიტანს ღმერთო ჩქული კი მშვიდად თქონდა აი ლოგიკაში არ ჩნდებოდა რომ ამ ოპერაციასაც გადაიტანს მეთქი და რო გამოვიდა დავწყნარდი რომ პირველი ექიმი რომ მოვიდა ცოცხალია ცოცხა კაფკიშდი და ეხლა მთავარია როგორ წავალა რეაბილიტაცია დიდა სანამ შევიდა და ისე დამლოცა დედაჩემმა ადლიერი ვარ და ბედნიერი არ ვიცით ეხლა ექიმი იყო ახლომოსული როგორ წავა რეაბილიტაცია ყველაფერი გვეცოდებინება 2 კვირაშიო როგორ შეხორცდება არაფერი არ ვიცით ღმერთს ვართ მინდობი ღმერთს ვენდობი აბადრებით